საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ კვირის ტყუილს, რომელიც დღეს მიმყავს მე თეონა გეგელიას. კვირის ტყუილი ეს არის სხარბის პროექტი, რომელშიც ვცდილობთ მაქსიმალურად იოლად აგიხსნათ ვინ და როგორ გვატყუებს. ამ კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ორი საჯარო უნივერსიტეტის გაერთიანება, ჯავახიშვილის და ტექნიკური უნივერსიტეტის. ახალი ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის, მაგრამ მოულოდნელი არა იმ თვალსაზრისით, რომ ოცნების მთავრობისგან ვინმე რამეს არ ელეს. უბრალოდ როგორც ფაქტი, გაერთიანების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელებსაც კი. აქედან ერთ-ერთმა ყოველ შემთხვევაში თქვა, რომ წინა საღამოს გაიგო ამ გაერთიანების შესახებ. ამის გამხმოვანებელი იყო განათლების მინისტრი მიქანაძე, რომელმაც ეს ამბავი 29 იანვრის დილას ბრიფინგზე გამოაცხადა. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ცნობა არა გაერთიანებად, არამედ უნივერსიტეტის გაუქმებად აღიქვეს და უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციაც მოაწყვეს. ტყუილი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ეხება არა ამ უნივერსიტეტების გაერთიანებას კონკრეტულად, რადგან დიდი ალბათობით ეს ასეც მოხდება და ტყუილი ეს არ არის. ტყუილია ის, რომ ოცნების მიზანია ქვეყანაში განათლების დონის გაუმჯობესება, ამ სისტემის სასიკეთოდ გარდაქმნა, ბავშვების მოზარდების, ზოგადად საზოგადოებაში ცოდნის ხარისხზე და მის განსწავლულობაზე ზრუნვა. ამას ადასტურებს როგორც ზოგიერთი ჩანაწერი საჯარო დოკუმენტში, კერძოდ ამ კანონპროექტებში, ასევე მთავრობის წარმომადგენლების ზეპირი განცხადებები და კონტექსტი. ოცნების ხელისუფლების ბუნება და მმართველობის ისტორია, რომელიც აგერ უკვე მე-14 წელს ითვლის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიტყვა რეფორმას ძირითადად დადებითი კონოტაცია აქვს, მაგრამ რეფორმა ცვლილებებს ნიშნავს, ცვლილება კი ყოველთვის კარგი არ არის. რა არის და რისთვის არის საჭირო განათლება ზოგადად? ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული სფერო, სახელმწიფო ცხოვრებაში მას აქვს ძალიან კონკრეტული ფუნქცია და ძალიან კონკრეტული შედეგებიც. განათლება აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა არა უბრალოდ შეიძინოს ცოდნა და უნარები, არამედ იმისთვისაც, რომ პიროვნულად განვითარდეს. განათლება ეხმარება მას პროფესიის შეძენაში, შემდეგ კარიერულ ზრდაში, კარგი შემოსავლის შოვნაში და სოციუმში ადაპტაციისთვის. ის აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. ცოდნა ადამიანს უყალიბებს ინტელექტს, კრიტიკულ აზროვნებას, ეს კარგად დავიმახსოვროთ, შემოქმედებით უნარებს, ხასიათს და ეთიკურ ფასეულობებს. დამოუკიდებლად მოქმედების უნარიც აქედან გამოუმუშავდება. ადამიანს უფართოვდება თვალსაჩინო და აცნობიერებს თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებებს. უვითარდება პასუხისმგებლობის გრძნობა, საკუთარ თავში რწმენა და ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანი იოლად ხელწამოსაკრავი არ არის. აბა ტემპი. პირდაპირ ეთერში ვართ იცოდეთ. ცხადია, განათლება და ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი კეთილსინდისიერი იყოს და ფიქრობდეს კეთილი საქმეების გაკეთებაზე. ხშირად ცოდნას ცუდი საქმეებისთვისაც იყენებენ. მაგრამ მთლიანობაში, ქვეყანაში, როდესაც განათლებული ადამიანების რაოდენობა არის დიდი და ისინი უმრავლესობაში არიან, ეს მხოლოდ სიკეთეა ამ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. მით უფრო ისეთი ქვეყნისთვის, რომლის მთავარი და ლამის ერთადერთი რესურსიც არის ადამიანური კაპიტალი. ისტორიაში ამას ბევრი მაგალითი ადასტურებს. გასული წლის 17 ოქტომბერს ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ პარტია უმაღლესი განათლების სისტემაში გეგმავს რეფორმებს და ამ ნაბიჯის აუცილებლობა ახსნა იმით, რომ სხვაგვარად მოქმედი განათლების სისტემა ვერ გაუძლებს არსებულ გამოწვევებს, თანამედროვე გამოწვევებს და სტანდარტებს და რომ ქართულ ოცნებას აქვს ამბიციური მიზანი სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ ისეთივე განათლება, როგორცაც უცხოეთში იღებენ. სავარაუდოდ დასავლურ განათლებას გულისხმობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმავე ევროპაში ყველაფერი ცუდად არ არის. ამის შემდეგ გამოქვეყნდა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია და გასაჯაროვდა კანონპროექტები, რომლებიც ეხება არა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებს, არამედ სკოლებსაც. 27 იანვარს დამტკიცდა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაც. უმაღლესების რეფორმის კონცეფცია არის სულ 4 გვერდიანი, არაფერი ახალი გარწერია, უკიდურესად თვითკრიტიკულია
და ერთი შეხედვით სიტუაციის გამოსწორების შინით არის ვთქვათ სავსე. აქა-იქ პატრიოტული აქცენტებიცაა. მაგალითად წერია, რომ თბილისში ბევრი უნივერსიტეტი ყოფილა და საჭიროა მათი რეგიონებში გადანაწილება, ანუ დეცენტრალიზაცია. ნახსენებია ქალაქი ქუთაისი, რომ არ არის აუცილებელი ამდენი უცხოელი სტუდენტის მოზიდვა, ქართველებზე მეტი რესურსი უნდა დავხარჯოთო. მაგრამ უცხოელი ლექტორები გვინდაო. უნდა გაძლიერდეს სასულიერო სემინარიების მხარდაჭერაო და ამის შემდეგ იწყება, რომ არ ვარგა საკადრო პოლიტიკა, არ ვარგა ინფრასტრუქტურა, არ ვარგა დაფინანსების სისტემა, საგრანტო სისტემა გასაუქმებელიაო, ანუ ვერ პასუხობს სახელმწიფოს ამოცანებს. ლექტორები ერთდროულად ბევრ სასწავლებელში არ უნდა ასწავლიდნენ. კვლევას და სწავლებებს შორის კავშირი უნდა არსებობდესო. უმაღლესი განათლების პრიორიტეტები და შრომის ბაზრის მოთხოვნები ერთმანეთს არ შეესაბამებაო. მაგრამ იქვე რამდენიმე აბზაცში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს შრომის ბაზარი თურმე ჯერ არ შეუსწავლია. უნდა შევისწავლოთ ასეთი რამ წერია, ანუ ჯერ არ იციან რომელ მოთხოვნებს რა პრიორიტეტები უნდა მოარგონ, მაგრამ ორ უნივერსიტეტს უკვე აერთიანებენ. მოკლედ დოკუმენტი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ახალი პარტიის საარჩევნო პროგრამის ნაწილია და არანაირი კავშირი არ აქვს პარტიასთან, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია. ამ 14 წლის განმავლობაში განათლების სამინისტროს ყავდა 9 მინისტრი. მათი უმრავლესობის ვინაობა საზოგადოებას დიდი ალბათობით არაფერს გაახსენებს. სამინისტროს მართავდა ყველაზე დიდხანს 3 წლის განმავლობაში თამარ სანიკიძე და მიხეილ ჩხენკელი. დანარჩენები თითო წლიანი მინისტრები არიან. ჩხენკელი სხვადასხვა წლებში ორჯერ იყო მინისტრი და მან თავი ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებული მლიქნელობით დაგვამახსოვრა. ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალისჩინებით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის 16 თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია სწორედ ჩვენი დიდი ლოტბარი ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნარჩუნებდა უნიკალურ ჯიშებს. უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას. 16 თაყაიშვილისთვის სიმდიდრე და ფულის შოვნა არ იყო ცხოვრების მიზანი. მან საკუთარი ჯანმრთელობის ფასად განძი შეუნახა საქართველოს და გააკეთა ეს უანგაროდ და არა ძალაუფლებისთვის ან რაღაც პოლიტიკური ქულებისთვის. რაც შეეხება მოქმედ მინისტრს გივი მიქანაძეს, ის არის განათლებით იურისტი და ბოლო წლებში ოცნების წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის კაშკაშა ნიმუშად იქცა. 2005-2008 წლებში მიქანაძე იუსტიციის სამინისტროში ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ მუშაობდა და მისი დაწინაურება ეწინააღმდეგება მართველი პარტიის ერთ-ერთ მთავარ ლოზუნგს, რომ ნაცმოძრაობას და მის მემკვიდრეობას ებრძვის და ანადგურებს. საქართველოში ბოლოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმა ჩატარდა სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ ვადაში და ამ რეფორმამ მართლაც მოსპო კორუფცია ამ სისტემაში, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. კვლევების თანახმად 2023 წლის მონაცემებით საქართველო 91 ქვეყანას შორის 67 ადგილზეა კითხვისა და წაკითხulis გააზრების მაჩვენებლით. მე-60-ზე მათემატიკასა და მე-66-ზე მეცნიერების ცოდნით. ის რომ განათლების სისტემის რეალური ცვლილებისთვის პირველ რიგში სასკოლო სისტემის ძირეული გარდაქმნაა საჭირო, ამაზე წლებია ლაპარაკობს ყველა მეტნაკლებად კომპეტენტური ადამიანი და მათაც რომ არაფერი თქვან, ცხადია, რომ სისტემა რომ გამართული იყოს, მისი ყველა საფეხური კარგად უნდა მუშაობდეს. ეს არ მოხდა არც მიხეილ სააკაშვილის დროს და არც მისი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ბოლო 14 წლის განმავლობაში. დღეს მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებულ რეფორმას სრულად 3-4 წელიწადში დაასრულებენ. დაანონსებულ ცვლილებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სადავოა დაგროვილი კრედიტების თემა და ეყოფათ თუ არა ეს კრედიტები სწავლის მაძიებლებს ევროპული უნივერსიტეტებისთვის.
ცვლილებების თანახმად უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამა ხდება 3 წლიანი, სამაგისტრო პროგრამა 1 წლიანი, სადოქტორო სწავლება კი 3 წლიანი. ბაკალავრიატი მოიცავს 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა არანაკლებ 60 კრედიტს. ბოლონიის პროცესის მიხედვით უმაღლესი განათლება ასე იყოფა: ბაკალავრიატი სულ ცოტა 3 წელი, რაც უდრის 180 კრედიტს, მაგისტრატურა ჩვეულებრივ 2 წელი, უდრის 120 კრედიტს. ჯამში ეს ყველაფერი 300 კრედიტია. ოცნების მოდელით ჯამში გროვდება 240 კრედიტი, რაც დოქტორანტურაში ჩასაბარებლად საკმარისი არ არის. ევროპული უნივერსიტეტების უმრავლესობის მოთხოვნაა 300 კრედიტი, რასაც ეს რეფორმა ვერ უზრუნველყოფს. ჩვენი სტანდარტით 1 წელიწადში 120 კრედიტის დაფარვა შეუძლებელია. თვითკრიტიკულია ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაც, მეტიც იქ ბევრ სწორ შენიშვნასაც იპოვი, მაგრამ კონკრეტული ცვლილებები შინაარსზე მეტად ეხება ფორმას. ზოგიერთის მიზანი კი გაუგებარია. მაგალითად, იარსებებს 2 ატესტატი: მე-11 კლასის დამთავრების დამადასტურებელიც და მე-12 კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატიც. სამართლებრივად ორივეს ერთი ძალა ექნება. უბრალოდ 12 წლიანი სწავლების ატესტატი მოსწავლეს მისცემს საშუალებას წავიდეს უცხოეთში. ეს ცვლილება დაგეგმილია 27-28 წლისთვის. და თუ კი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოცნება ამ რეფორმის დასრულებას 60 წელიწადში გეგმავს და ამ რეფორმის შედეგი მათი თქმით უნდა იყოს ის, რომ ქართველი ბავშვი უცხოეთში სასწავლებლად აღარ წავიდეს, ეს 12 წლიანი ატესტატიც ალბათ აღარავის დასჭირდება. ყველა საჯარო სკოლაში ბავშვები ისწავლიან მხოლოდ განათლების სამინისტროს მომზადებული სახელმძღვანელოებით. განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენებას აკრძალავს. ან აქამდე რატომ იყო ეს გაკვეთილებზე შესაძლებელი, გაუგებარია. ეს პუნქტი თითქოს მსოფლიო ტენდენციის ნაწილია ცვლილების, რომელიც მიიღეს ავსტრალიაში, საფრანგეთში, ისრაელში და იტალიაშიც იღებენ მგონი, მაგრამ იქ ეს მხოლოდ სასწავლო პროცესს არ ეხება, მაგალითად ავსტრალიაში ეს ზოგადი შეზღუდვაა. შემდეგი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმის ტარება იქნება სავალდებულო. სოციალურად დაუცველებს უფასოდ მივცემთო. საინტერესო იქნება ვინ გაიმარჯვებს ფორმების შექმნასთან დაკავშირებულ ტენდერებში. სკოლაში ფორმების დაბრუნება საზოგადოებაში საბჭოთა სენტიმენტების გაღვიძების მცდელობას გავს, რაშიც ეს მთავრობა შემჩნეულია, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ მთავარ გზავნილზე, რომ თურმე ამ რეფორმით 2026 წლის მიღებიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ყველა სტუდენტისთვის უფასო იქნება. გარდა იმისა, რომ უფასო უბრალოდ არაფერი არ არის, ეს რეფორმაც ფინანსდება ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი ფულით. გადასახადის გადამხდელების ფულით. შესაბამისად, ის უფასო ვერ გამოდის. კონკრეტულად რა დაგვიჯდება ეს ცვლილებები, უცნობია, რადგან ოფიციალურად რეფორმის ღირებულება ჯერ არსად არ გამოუქვეყნებიათ. განათლების სისტემებს მთავრობები არ გარდაქმნიან ხოლმე უკეთესობისკენ 2 მიზეზით. ეს შეიძლება იყოს არასაკმარისი ბიუჯეტი, ძალიან ძვირად ღირებული რეფორმაა და ეხება მოსახლეობის მაქსიმალურად დიდ ფენებს და პოლიტიკური ნების არარსებობაც ასევე ერთ-ერთი მიზეზია. როდესაც ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლას ძალაუფლების შენარჩუნება გირჩევნია. ამ სფეროში ცვლილებები მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაშია საგრძნობი და ხელისუფლებისთვის პოლიტიკური რეკლამის თვალსაზრისით მომგებიანი საერთოდ არ არის. ეს არ არის სკვერი ან შენობა, რომელსაც მალე გაარემონტებ, ააშენებ და შემდეგ ვაფთას გაჭრი. პირიქით სიტუაციის გამოსწორების სურვილი შესაძლოა იმდენი ადამიანისთვის აღმოჩნდეს ძალიან მტკივნეული, თუ ცხადი არჩევნებს ატარებ, რომ დიდი ალბათობით გაგიშვებენ ხელისუფლებიდან, დროებით მაინც. ქართული ოცნების მიზანი ძალაუფლების დაკარგვა ნამდვილად არ არის, პირიქით მთელი მათი ბოლო წლების ძალისხმევა მიმართულია ხელისუფლებაში დარჩენისკენ და ძალაუფლების შენარჩუნებისკენ. ამიტომ არ ჯერა ბევრს მათი კეთილი მოტივების და ლოგიკურად ჩდება კითხვა, მაშინ რა შეიძლება იყოს ივანიშვილის პარტიის მიზანი ან მიზნები, იმიტომ რომ შეიძლება მიზანი ერთი არ არის და რამდენიმე. სულ რომ არ გინდოდეს, პირველ რიგში ბოლოდროინდელი კორუფციული სკანდალები გახსენდება. სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მრავალი ფაქტი ოცნების მრავალწლიანი მმართველობისას, რაც ორჯერ გაპრემიერებული ღარიბაშვილის და მისი მინისტრების და მასთან დაახლოებული ადამიანების დაპატიმრებით დასრულდა და ამ დაპატიმრებით ივანიშვილის პარტიამ აღიარა
ამ კორუფციის არსებობა. შესაბამისად, მთელი ამ რეფორმის სამიზნე შესაძლოა იყოს უძრავი ქონება დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში. სხვათა შორის ღარიბაშვილმა დაანონსა ასევე 2022 წელს 800 სკოლის რეაბილიტაცია მშენებლობა, პროექტის საწყისი ღირებულება იყო 1 მილიარდი ლარი, ეს ეხებოდა თბილისსაც და რეგიონებსაც, პროცესი დაიწყო, ის წელს უნდა დასრულებულიყო და უამრავი სკოლის მოსწავლე და პერსონალი სხვადასხვა სკოლაში გადაამისამართეს, რის გამოც მათ სწავლაზე მეტად სიარული უწევდათ სხვადასხვა ლოკაციაზე. ეს პრობლემა დღემდე აქტუალურია და არსებობს ეჭვი, რომ ამ დიდი პროექტის დაწყების მიზანიც მოხელეების ფინანსური ინტერესი იყო, ანუ ის, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ. მეორე შესაძლო მიზეზზე თავად ოცნების პრემიერმა კობახიძემ ილაპარაკა, თანაც არაერთხელ. ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნებამდე, როცა განათლების რეფორმის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვას პასუხობდა, მან თქვა ასეთი რამ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორების დიდი ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული და საკმარისი კვალიფიკაცია არ აქვთ. მან თქვა, რომ სისტემას თვისებრივი გარდაქმნა სჭირდება. მაგალითად, იგივე რომ მოვიღოთ წამყვანი, ასე ვთქვათ, უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მეც ასე ვთქვათ, ვასწავლე, როგორც ასე ვთქვათ, უნივერსიტეტის პროფესორი, საერთოდ სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიგერძოება, გასაგებია ვისხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია. ანუ შეიძლება პოლიტიკური მიგერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს და თან პოლიტიკურად მიგერძოებული ხარ, აქ ჩანს სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ხება ძალიან დიდ ნაწილს პროფესურის შესაბამისად არის აქ ჩაგედილი წრე. ამის გამო სისტემა არის თლიანად მოშლილი. ამის გამო არც სახელმწიფოენობები ვითარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არც მეცნიერება ვითარდება, არც არაფერი. არის მძიმე ჩაგედილი წრე, ჩამოყალიბებული. რას უპირებთ ამას? თვისებრივ გარდაქმნას. კობახიძემ ეს არჩევნების შემდეგაც გაიმეორა 2024 წლის ნოემბერში, მან საპარლამენტო მოსმენაზე თქვა, რომ 2004 წლიდან ძალიან სერიოზული ძალები ცდილობდნენ განათლების სისტემაში მანკიერებებისა და ეგრეთ წოდებული ლიბერალური ტენდენციების ჩანერგვას. მისი თქმით, ამის აღმოსაფხვრელად შეცვალა ოცნებამ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. შემდეგი ნაბიჯები სასკოლო განათლების, მათ შორის სახელმძღვანელოების მთლიანად შეცვლა იქნებაო. საინტერესოა, რომ რეფორმის შესახებ არც ერთ დოკუმენტში არ არის ნახსენები სასწავლო დაწესებულებების, განსაკუთრებით კი სკოლების დეპოლიტიზება, რომელიც ოცნების პირობებში კვლავ მართველი პარტიის მთავარ ელექტორალურ რესურსად გადაიქცა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მასწავლებლებს ძალიან შეზღუდული აქვთ რაიმე კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა. ეს ხდება იმ დაწესებულებაში, რომლის მთავარი, ასე ვთქვათ, მიზანი არის, ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის კრიტიკული აზროვნების განვითარება ბავშვებში და მოზარდებში და ხარისხის, სწავლის ხარისხის, ოდნის არის ხარისხის მისაღწევად, ეს არის აუცილებელი. და ბოლოს ყველა, ვინც პროპაგანდის შესახებ კარგად ინფორმირებულია, მათთვის ცნობილია ბრიტანელი პოლიტოლოგი და სოციოლოგი ბენედიქტ ანდერსონი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ერი ეს არის წარმოსახვითი ერთობა და არსებობს მანამდე, სანამ მას ეროვნული იდენტობა გააჩნია. ის ასახელებდა სამ ინსტიტუტს, რომელიც ამ იდენტობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში მთავარ როლს და გადამწყვეტ როლს ასრულებს და სკოლა ამ სამეულში ერთ-ერთია არმიის და პრესის გვერდით. საერთო სასწავლო სტანდარტები აყალიბებს ერთიან კულტურულ კოდს და ეს სტანდარტები ისედაც დიდწილად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა. იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ქართულ მედიაშია დღეს, როდესაც ყველა დიდ საინფორმაციო საშუალებაზე მონოპოლია მმართველ პარტიას აქვს და პოლიტიკური პროპაგანდის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე გახდა ძალიან პრობლემური. ამ პროპაგანდისტული ნარატივების საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეტანა ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები იმის შესაძლებლობასაც კი დაკარგავენ, რომ საკუთარი აზრი ჰქონდეთ ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. თქვენი აზრით, რა მიზნები აქვს ქართული ოცნების ამ განათლების რეფორმას? მოგწერეთ ამის შესახებ კომენტარებში, მანამდე გამოიწერეთ ზღარბი აუცილებლად და დაელოდეთ შემდეგ გამოშვებებს. ამ ვიდეოში გამოყენებული ყველა მასალა, უბრალოდ ყველა მასალის მული არის ვიდეოს აღწერაში მითითებული. მომავალ შეხვედრამდე.